Solidarობა და თავისუფლება მზეა ამაღლობელს. საქართველოში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამოხსენებლების ვიზიტი მიმდინარეობს. თანამოხსენებლები კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან მიმდინარე მონიტორინგის პროცედურის ფარგლებში ქვეყანაში ფაქტების დადგენის მისიით ჩამოვიდნენ და პირველ შეხვედრას არასამთავრობო სექტორთან მართავენ. შეხვედრაში მონაწილეობს ჟურნალისტი გურამ როგავაც, რომელსაც საპროტესტო აქციების გაშუქებისას თავს დაესხა შავ ფორმაში ჩაცმული პოლიციელი და მან შედეგად მიიღო სხეულის მძიმე დაზიანება. მათი განცხადებით დელეგაციის წევრებს მიაწოდებენ ინფორმაციას ქვეყანაში არჩევნების შემდგომ განვითარებულ პროცესებზე, პროტესტის ფარგლებში ძალადობასა და დაკავებებზე და ქართული ოცნების მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელსაც ისინი შემაშფოთებლად მიიჩნევენ. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში თანამოხსენებლები ასევე შეხვდებიან ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობას, შესაბამის სამთავრობო ოფიციალურ პირებსა და ინსტიტუტებს და მოინახულებენ რამდენიმე დაკავებულსაც. Ყველას გთხოვეს გვესაუბრა იმ პოლიტიკურ და სამართლებრივ კრიზისზე, რომელიც ქვეყანაში არის, არჩევნებიდან დაწყებული დღემდე მოყოლებული, ვისაუბრეთ ყველა ამ საკითხზე. ერთ-ერთი საკითხი იყო, როგორც გითხარით, არჩევნები და მისი ჩატარების ხარისხი, ასევე მიმდინარე პროტესტი და პროტესტის დროს უკანონოდ დაკავებული ადამიანები, მათი წამება და არაადამიანური მოპყრობა, ასევე ვისაუბრეთ სახელმწიფო ინსტიტუტებზე, რომლებიც არიან მიტაცებული და მათ შორის სასამართლოზე, რომელიც იღებს აი ამ გადაწყვეტილებებს, რასაც ვხედავთ, და რა თქმა უნდა ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა წარმოგვიდგენია ჩვენ საზოგადოებას გამოსავლის გზებად. ვისაუბრეთ მზია ამაღლობელზეც, იმაზე, რომ დაუცაბუთებლად იქნა იგი დატოვებული წინასწარ პატიმრობაში და ზოგადად მაგ საქმეზე, სადაც მტკიცებულებები ფაქტიურად არ არის. გამოითქვა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი შეხვდებიან კონკრეტულ ადამიანებს, რომლებიც არიან წინასწარ პატიმრობაზე. ამ შემთხვევაში აქ ჭიჭინაძეზე არის საუბარი და ცეცხლაძეზე და შეეცდებიან ისინი მოინახულონ. Უთხარი რომ ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებები მხოლოდ დაცულია მათთვის, ვინც ქართული ოცნების პარტიას წარმოადგენს და პარტიის მხარდამჭერია. სხვებისთვის არსებობს სულ სხვა რეალობა და ჩემს მაგალითზე მოვუყევი, აი მაგალითად ჩემს შემთხვევაში როგორ მოიქცა სახელმწიფო და მას დაქვემდებარებული პროპაგანდისტული მედია. ვუთხარი რომ თუ ამ ხელისუფლებას ეწინააღმდეგები, ამ შემთხვევაში შენ გამოძიებით ვერ სარგებლობ, თითქმის 2 თვე გავიდა ჩემზე თავდასხმის დღიდან და სპეციალური საგამოძიებო სამსახური მეუბნება, რომ ჯერ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები არ ამოუღიათ, არავინ გამოუკითხავთ,